გამარჯობა. სტუდია ჩვენთან აგრძელებს მუშაობას ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენას. თან დაკავშირებით. და დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად სანდრო ახმედელის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი თამთა პატაშური. თამთა გამარჯობა. მოგესალმებით. შესანიშნავი ახალგაზრდა მსახიობი, რომლის ბავშვობამაც ფაქტიურად ჩემ თვალწინ გაიარა და აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნა იყო რომ დღეს მოსულიყო თამთა ჩვენთან და ესაუბრა თავის გეგმებთან დაკავშირებით, თავის როლებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გავიგებ დღეს მისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. რა ხდება თამთა თეატრში და როგორ ახალ ლასვები? მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ ბატონო ლევან და ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით თქვენც და იმედია საინტერესო საუბარი. ეს არის ეკას პროექტი, თვითონ ეკა მხატვარი გახლავთ და მისი დამსახურებით არის ეს პროექტი დღეს და სხვადასხვა ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვყავდა. აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ მაყურებელი საქმის კურსი არის და ახლა ერთ-ერთი ხარ შენ. საიდან მოვიდა შენთან პირველი ეს სცენისადმი შენი სიყვარული საიდან გაჩნდა თუ შეგიძლია? თქვენი წყალობით ბატონო. როგორ? უდიდესი წვლილი მიგიწვით ჩემს პროფესიაში, ჩაბარებაში, თქვენ ქალბატონ ლელა მაკაცარიას, თქვენ მეუღლეს, რომელიც ჩემი ქორეოგრაფი იყო, არის და იქნება ყოველთვის ჩემთვის და ჩემს გულში. აქვე ვიტყვი მაყურებელს რომ თამთა მაშინ მე კი ვაკლობდი რომ უკვე მსახიობი დადგებოდა, იმიტომ რომ სულ ეტყობოდა ამ გოგოს მიდრეკილება სცენისაკენ, მაგრამ ამავე დროს მსახიობისთვის აუცილებელი კომპონენტის ბრწყინვალეში ის არის, რა ქვია, ცეკვავს, გადასარევა და ვოკალში მადლობა. ძალიან კარგი. ღეროდი, 5 წლიდან თან ღეროდი. ჩვენ ვეცდებით რომ ამოვიღოთ ის ძველი მასალები და დაურთოთ ამ გადაცემას, რაზედაც დოკუმენტური ფილმიც კი მაქვს მე გადაღებული და გააგრძელეთ კინემატოგრაფიული ფესტივალები ბატონი ლევანის, სადაც არ ვიცი, სრულიად ზღაპრული გარემო იქმნებოდა. ეს იყო, არც ფანტასტიკურად, ულამაზესად მოწყობილი, ყველაფერი დაგეგმილი, გაკეთებული. ლელაზე მინდა დავამატო კიდევ ის, რომ უბრალოდ ქორეოგრაფიული ნომრები არ იყო, ეს იყო სპექტაკლის სახე ქონდა ყველა ნომერს და მახსოვს ყოველთვის, როცა დგამდა ცეკვას ქალბატონი ლელა. ყოველთვის გეძახდათ თქვენ, ბოლო წერტილს ბატონი ლევანის ამდა ხოლმე. და მართლა შესანიშნავი ნომრები იყო. რა მნიშვნელოვანი რამ გაიგე. მე საქართველოში ასეთი ნომრები არ მახსოვს. კი. და გახსოვს რამდენი ხალხი იყო ხოლმე და ჩვენ თეატრალური საზოგადოება. წარმოდგენები. დილის 6 საათზე ხალხი გვეხოცებოდა კიდევ როდის გააკეთებთ, კიდევ როდის. სხვადასხვა მაშინ აკა მოქვს მე გაკეთებული პირველმა სტუდენტური ფესტივალი ჩავატარებ მაშინ. პირველი ფესტივალი. პირველი ფესტივალი გავუკეთე ჩემ სტუდენტებს და მთელი ამბავი იყო 3 დღე გრძელდებოდა ჟიურიში რეზო ჩხეიძე და ერთი ამბავი იყო. მთელი თეატრალური საზოგადოება აქ იყო. სოფიკო და არა მარტო თეატრალური საზოგადოება, კიდევ ბევრი. კი. მე მახსოვს კონცერტი ქონდა და ახლა მერაბ სეფაშვილი ვერ დაждდა, ვერ შემოვიდა, მე შემოვიყვანე, გახსოვს რა ამბავი იყო? ახლა მერაბი რო ვერ შემოვა, წარმოიდგინე ამ ხელა მომღერალი და ფოიერვერკულად ულამაზესი ფესტივალები. ვერ აღწერ სიტყვით. ეს იყო რაღაცა საოცრება, ზღაპარი, რომელიც არ განმეორებულა. იმიტომ არა, რომ მეც ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი. მართლა ესეა. არა, მართლა მეც ესე მახსოვს, რომ ძალიან კარგი საღამოები ტარდებოდა ხოლმე და მენატრება ის დრო რაღაც არანორმალურია. დუღდა ცხოვრება, დუღდა. მოდი მეუბრუნდეთ შენ სცენიურ ამბებს მეუბრუნდეთ. როგორი არტისტულია თამთა, აი ფალს მოხიბლულია რაღაცა.
უღრმესი მადლობა. ყოველგვარი სიტყვების და საუბრის გარეშე მისი აურა ისე რაღაც როგორც კი დავინახე რომ შემოვიდა უკვე ვიბრძენი რომ რაღაცა აი უბრალოდ ცოტა რო იმას ავქნათ ხო ჩვენ აი მე აქ რეჟისორი ვარ ეტიუდს ვერ გავაკეთებინებ მაგრამ რამეს უარ წაგვიკითხავ ესე რაღაცა რომ დიდი სიამოვნები კარგი განსაკუთრებულად მიყვარს ტერენტი გრანელის ქალის აგონია სიამოვნები მე ქალს ეძღვნება ქალის აგონია ზუსტად ისმენ სიამოვნები თამთა სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე ხან როგორც მტრედი თვალებს დანაბა მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს და ნატრობ ვიღაც არათანაბარს შენი ლოდინი სანამდე გასტანს ან და სანამდე იქნება წმინდა რის მიზეზია ჯერ ახალგაზრდას რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა ოთახში სიხარ შენ ავადმყოფი შენ ეს ჰაერი თითქოს არ ყოფნის და გინდა გლობა და გინდა წრემლი დაღონებული და მარად სუსტი სარკესთან ზიხარ როგორც დიანა დღესაც შორეულ მეგობარს უცდი მაგრამ მან მოსვლა და იგვიანა მე ვიცოდი რომ მორჩი მაგრამ ვერდებოდი აი შენ წერტილს და აი ეს მორჩიც ძალიან მაგარი ნათქვამი იყო ხოჭა ძალიან იმოქმედა ჩემზე ძალიან კარგი მსახიობია ტერენტი როგორი ძლიერი არის არა მაგრამ მაინც როგორი პესიმიზმი შარბობს ყოველთვის შემოქმედებაში მომწონს ის რომ ძალიან სიღრმისეულია ხო აი ეს სიღრმეზე რამდენად მნიშვნელოვანი იყო მე აღთავანებ მე მეგონა რომ ჩვენ აპლოდისმენტებისთვის იმას ვიზამთ მე მზადება აპლოდისმენტები არასოდეს არ არის და ეგრამესაც გეტყვი მე ყოველთვის ვოცნებ თქვენს ნიჭს დავუკრა ტაში იმიტომ რომ ყოველთვის ვოცნებ ფილმზე დავაკეთო ისეთი ფილმი რომელიც რომ დამთავრდება უსმათ არ იყოს ტაში აი ეს ყველაზე დიდი წარმატებაა სხვათა შორის შემოქმედისთვის რომ აი რომ თავდება მისი რაღაცა აი მაყურებელს კონდეს დრო გააზრებისა რომ აი გონს მოეგოს აი ჩვენ ახლა გონს მოვეგეთ ტაშის შემოწ უღრმესი გაგვიჭირდა გონს მოგება იმდენად შთამბეჭდავი ფანტასტიკურად წაიკითხა და მე თქვენით ვარ მოხიბლული თქვენი ნიჭით თქვენი საოცრებებით რაც აქ დამხვდა და ბატონი ლევანი ჩემთვის არის number 1 და რა ხდება პრემიერები და რაღაცები თუ პრემიერები ახლა ვარ 4 სპექტაკლში 4 თეატრში და ვმუშაობ მეხუთე სპექტაკლზე ისე თავიდან ვიყავი თავისუფალ თეატრში შემდეგ გადავედი უკვე ახმეტელის თეატრში 17 წელია რაც ახმეტელის თეატრში ვარ ვთამაშობ მერი პოპინსში თეთრი ბაირაღები, სხვა ფიქრების წყარო რეზოინანიშვილის ვიყავი ქალბატონი მანენე თოდაძის დამოუკიდებელ თეატრში სადაც თამაშობდი ჯერ დაიხოცნენ მე იქორწინეს მაშოს როლი მქონდა მანენე თოდაძე მომღერალი ჩვენი მანანი კოდიახ და ქალბატონი მანენესაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიაში მინდა დედა აღნიშნო რომ დედამ უდიდესი როლი ითამაშა ძალიან გვერდში მედგა და მიდგას ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დედიკოს კი ნამდვილად და 5 წლიდან ვიყავი ქალბატონი მანენე თოდაძის სტუდიაში საესტრადო სამსახიობო სტუდია ქონდა ბატონი ბორიშხიანის სიმღერებს წერდა და კონდა ეს რაღაცა მიუხედავად ჩავბნელი 90-იანებისა. ჩემი მშობლების წყალობით და რასაკვირველია. რაღაცა ხაფრული ბავშვობა მქონდა ღმერთს მადლობა და მიუხედავად
ვისაც ნათელი უნდა რომ შეეტანა იმ შავმნელ დღეებში შექონდა კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ასე თუ ისე ახერხებდა მაშინ რაღაცების გაკეთებას. ნამდვილად და თქვენ დიდი როლი ითამაშეთ აი ამ ყველაფერში შემაყვარეთ და მასიარეთ უდიდეს ხელოვნებას და შენ სცენაზე ასულ აღარ გაგიჭირდებოდა იქ ჩავაბარე ძალიან ისე კარგად და მარტივად შეიძლება ითქვას თეატრალურ უნივერსიტეტში და ვინ იყვნენ შენი პედაგოგები? ჩემი რეჟისორი ბატონი გიორგი შაულტაშვილი ახლა რექტორი გახავთ მოგეხსენება ადამიანი საერთოდ და კარგი იმისა, რომ ძალიან პროფესიონალია და უდიდესი მადლობელი ვარ მისი ბევრი რამე ვისწავლე მართლა. გიორგისგან ხო? არაჩვეულებრივი პიროვნება. მე მეგობრობ მასთან ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან მიყვარს მოკითხვა აქედან. მიყვარხართ ძალიან. შენი დამოკიდებულება მაინტერესებს აი იმდენად არა როლის მიმართ, იმიტომ რომ ვიცი რომ პროფესიონალი ხარ და ღეჭავ ყველაფერს, მაგრამ რეჟისორებთან დამოკიდებულებაზე რა სიტყვი? რეჟისორებთან დამოკიდებულებაზე შენთვის ან ვინმე ხო არ აქვს ისეთი განსაკუთრებული ვისთანაც ძალიან გიადვილდება ხო? რა კაი კითხვა. პირველ რიგში თქვენ. ეს ხო, ეს პირველ რიგში თქვენთან და მე მქონდა ბედნიერება ბატონი ლევანი ანჯაფარიძის ფილმში მიმიღო მონაწილეობა და ძალიან დიდი სიამოვნება და ბედნიერება მივიღე იმ პერიოდში. ეს არის ასეთი ქვეყანა. პირველი და მოვლენა და ვიყავი უბედნიერესი. მახსოვს ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი, რაც აი უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მგვრიდა. მე ძალიან კარგად ვიცი რა მახსენდება, გახსოვს ჩვენ გადავიღეთ მაშინ აი ეს უდედმამო ბავშვთა სახლიდან ბავშვები და ეს გოგონები აი ეს მშობლებიანი და წელში გამართული ოჯახებიდან გამოსული ბავშვები როგორ დამეგობრდნენ ეკა და რა ბედნიერები იყვნენ და რა კარგად თამაშობდნენ ბატონო ლევან აი და ხორუმს როცა ყვავენ ხო აბა ეს ხორუმს რაშტნის არის შთამბეჭდავიან და ძალიან ამაღელია ძალიან გავაგზავნოთ რეჟისორები ახლა დაარსდა ძველი უბნის თეატრი რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავართ დაიდგა ფრიდრიხ დიურენმანტი ასეთი დრამატურგი გეწოდინებათ ფიზიკოსები დაიდგა სადაც თამაშობ მონიკას როლი მაქვს და ძალიან დიდი გამოცდილება აი ხო პრემიერა შედგა უკვე დიახ კამერულ თეატრში გქონდა და ახლა ძველ თბილისში თემურ ჩხეიძის სახელობის იქნება სხვათა შორის ეს თეატრი დიდი რეჟისორის ავტორო უფლებაც უკვე გვაქვს მოვიპოვეთ და გვიხარია ძალიან რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ყველაფერთან ერთად და იმედია რომ გაიხსნება ფიზიკოსებიც სავარაუდოდ ეს თეატრი და იმედია რომ ყველაფერი კარგად განვითარდება ისე როგორც ბატონი თემურის სახელს ეკადრება. კი, ნამდვილად. აი დიდი რეჟისორი. და მე კიდევ ერთი რაღაცა გავიგე შენ შესახებ, როდესაც მინდოდა რომ მომეწვიე პენტენციალთან დაკავშირებით. აი ეს არის შეიძლება რომ გითხრა, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი საქმე. ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე, ასე ვფიქრობ. ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამოწვევა ჩემთვის და მიხარია რომ დავთანხმდი, იმიტომ რომ საკმაოდ ნიჭიერ რეჟისორთან მიწევს და სხვა შორის პატიმარია ისიც ბატონი გოჩახვიჩია აი საოცრად კარგად მუშაობს ისეთ ნუანსებს დეტალებს უღრმავდება და ესმის და აი გვანებიურებს რასაც ქვია მსახიობებს თან მიუზიკლის სტილში დგამს დარისპანის გასაჭირი თამაშობ მე ნატალიას როლი მაქვს და პრემიერა შედგება ოქტომბერში. თვითონ ციხეში არის რეპეტიციები და ესე იგი ვართ 5 მსახიობი პროფესიონალი და 11 პატიმარი იქნება და აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ისეთი მონდომებულები არიან, ისეთი ანთებულები ეს პატიმრები. ისეთი აი მობილიზებულები და პასუხისგებლობით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რომ
აი არ ვიცი, ალბათ ბევრი პროფესიონალი მსახიობი შეიძლება არ იყოს, აი ამ ენთუზიაზმით და სიხარულით და სიყვარულით და მე ჩემთვის ძალიან ნაცნობრას საუბრობ. თქვენც გქონდათ შეხება ახლა, მაგრამ მეც რამდენჯერაც კი თხოვეს, იმდენჯერ მქონდა იქ მქონდა ხოლმე ჩემი ფილმები და აი არასრულწლოვანებში და სრულწლოვანებში და აი მათ თვალების ხილვა ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ჭიდრო, როდესაც ვხედავდი რომ აი რამდენიმე წუთით მაინც დავავიწყე ის რაღაცა, რაც ხდება ცუდი მათ ცხოვრებაში და რაღაცა პატარა პერიოდი მაინც გავიყვანდი. მანამ სანამ ისინი თავისუფლებაზე გამოვლენ ისევ და უშუალოდ ყველა ძალიან მალე გამოსულიყვნენ. მეც ანალოგიურად ძალიან მალე გამოსულიყვნენ და ყოფილიყვნენ საუკეთესოდ. ოჯახური მდგომარეობა როგორი და? ოჯახური მდგომარეობა მყავს 18 წლის გოგონა. შენელი ლამაზი გოგოა. უფალს მადლობა რომ კარგად სწავლობს. რაც ყველაზე მეტად მინდოდა წელს ჩააბარა ჯავახიშვილში საერთაშორისო ურთიერთობებში. გაწყვეტი პროგრამებიც მოიგო და ახლა მიდის ავსტრიაში და უფალს მადლობა რომ კარგი გოგოა. არ უნდოდა სამსახიობო? არ უნდა. კატეგორიულად წინააღმდეგი იყო რაღაცა ეგოისტური დამოკიდებულება. შენ გინდოდა ისურვებდი რომ გაყოლოდა მსახიობები? მე მხილად წინააღმდეგობა შემხვდა რომ ვაფარებდი ჩემი მხრიდან. სამწუხაროდ უმეტესობას არ უნდოდა მარტო დედა იყო თანახმა და იცი რა? აი ისეთ ნანა რა გაიდიდია დედა. ნანას დამსახურება ნამდვილად. რა მინდოდა ეხა მე მეთქვა ამასობაში რომ მეც სანამ გადავწყვეტავდი რომ სამხატვრო აკადემიაში მე მგონია შენთვის არც მაქვს ლევან ნათქვამი რომ მეც ვფიქრობდი მსახიობობაზე. მართლა. და მეც მქონდა მომზადებულის რა ქვია მოკლედ არჩევანი მე გავაკეთე რომ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ კლეოპატრას ის მქონდა რაღაცა მომზადებული, ვფიქრობდი ხო, როდესაც თავს იკლავს და რომ ემშვიდობება იმას, აი ეს თელი ის მქონდა მომზადებული. ძალიან მოგიხდებოდოთ, იმდენად საინტერესო ვიზუალი გაქვთ და დამეთანხმება ბატონი ლევანი. ასებულია ყველა გოგო, რო ჩდება ვენერჩები მაგარ ყველა პატაცუნებს, ყველა არტისტია, ხო? რაღაცა ჩაიცვავენ ნამდვილი იყოს დიდ ბაჩებს, თუ ეხლა სველები და ხშირად მესმის, რომ აი მე პატარა რო ვიყავი, მინდოდა რომ მსახიობი ვყოფილიყავი, აი ხშირად მესმის ეს ტექსტი. თან რა მაინტერესებს იცი ეხლა, მსახიობობა ამოდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული პროფესია. ნამდვილად. განსაკუთრებით ალბათ ძალიან დიდი მისია. ეხლა უფრო რთულია, ანუ ჩემი აზრით, აი ეხლა როგორიც არის, აი რაღაცა სხვადასხვა ცვლილებები მოხდა, შეიცვალა ფასეულობები, რაღაც კი არ შეიცვალა, არამედ ხდება რაღაცა ეს ღირებულებების, ასე ვთქვათ, რა უფრო ფასეულია, ბევრი რამ წარსულს ბარდება, აი ამ რაღაცა აი ამ მიჯნაზე და მსახიობისთვის ალბათ კიდევ ეს უფრო მძაფრად საგრძნობი არის, ალბათ და იცი რა მინდა კითხო რომ აი, როდესაც შენ როლში შესვლა, რასაც ქვია, ეს ალბათ ძალიან რთულია, როლში შესვლა, მერე გამოსვლა რო არ ჩარჩე იქ აი ეს თუნდაც იმ ოჯახში შვილი ყავს, ოჯახი და შენ აი ურთულესია რომ აი ეს სცენიდან უყურებთ რომ გადასარევად თამაშობ და მაგრამ აი იმის მიღმა რა ხდება? აი მიღმა არის ყოველთვის საინტერესო. ხო, აი სხვის ტყავში რო შეძლე, უნდა იცხოვრო. იმ გმირით. აი მაგას გეკითხე. სხვანაირად ხო არ გამოდის. თუ გინდა რომ ის იყოს სრულფასოვანი და კარგი, რა თქმა უნდა. შრომა ძალიან მნიშვნელოვანია. აი როგორ აკეთებ ეს შრომა როგორ? აი ერთი მუდმივად, აი ტრანსპორტშიც კი. ხანდახან ისე გარდასა სხვანაირად რომ იყურებენ ხოლმე, ხვდები რომ ხმამალ ხომოდის. სარჩესია. ესე გავდივარ ხოლმე ტექსტებს და კეთვა ხშირად იძახის ხოლმე. მეტყოლებაც რა არაჩვეულებრივი აქვს, რაც დღეს იშვიათობაა. შევარია თავისთავად. იურე ფოფხაძე ხო ყავდა სტუდიაში, თეატრალურშიც ასწავლის და მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ბატონმა იურამ ბევრი რამე მასწავლა. რა მნიშვნელობა აქვს?
მინდა გითხრა რომ აი რა როლს ისურვებდი, რომელია შენი სასურველი როლი? ჩემი სასურველი როლი არის გიჟის როლი, მინდა რომ ვითამაშო. ვაიმე რა რთულია, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაცა გისურვებია. რაც უფრო ჩემგან განსხვავებული და რთულია, იმას ვეჭიდები ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად მეტ სიამოვნებას ვღებულობ საბოლოო ჯამში. ვიღაცას ურჩევნია რომ რაღაც დაახლოებით თავისნაირი ტიპაჟი იყოს და იმაზე იმუშაოს. არა, მე პირიქით რაღაც სირთულეებს ვეძებ ხოლმე. შექსპირის ყველა გმირი მიყვარს, აი ქალიც, კაციც, ყველას ვითომ. განსაკუთრებით ოფელია, დესდემონა, კორდელია. აი ხო ჩვენ ამ მაინც შენი ნათქვამები რომ მიუბრუნდეთ ისტორიულ ხასიათში გადაწყვეტილს თუ უფრო ფსიქოლოგიურ ორივე შეიძლება გამიდა იცი რომ ვთქვათ ეხა გამახსენდა რომ შენ გაქვს ნათქვამი რომ საგიჟეც გინდოდა გადაგეღო ფილმი და თუ შეიძლება კიდე რას დავამატებ იცი რომ მე დედა რო იყო ფსიქოლოგი და რა შეხება ქონდა ეს ხო დედა ჩემი ხო ფსიქოლოგი იყო და ბავშვობიდან დავყავდი ხოლმე სულ ფსიქიურად შეშლილი ადამიანებს და ქონდა ხოლმე პრაქტიკები ქონდა და პატარა ბავშვი ვიყავი დავყვებოდი ხოლმე და დედა ჩემს ქონდა ესეთი რაღაც აი მამალ აგრესიულ ტიპებთან შეეძლო ხოლმე შესვლა რა და მოთვინიერება ბავშვთან ერთად ხო და იქ ექსპერიმენტები არის საოცრად. თქვენ რაღაც ძალიან მაგარი შეიძლება მოიფიქროთ და რაც შეეხება თვითონ ახლა შენ რას თქვი? კუკუშკა რო ვნახე, აი მე უკვე ვიფიქრე რომ არა მოდი რა ამას მე ალბათ აღარ გადავიღებ. უკვე გადაიღესო, ხო, მაგრამ და საერთოდ კუკუშკამ განაპირობა ძალიან ბევრი. მე მე-7 კლასიდან მინდოდა რომ რეჟისორი გამხდარიყავი, მაგრამ ნუ კუკუშკა მე-10 კლასში ვიყავი რომ ვნახე და ნუ დამანგრია რა და დღესაც თვლი რომ ეს არის დღეს უფრო აქტუალურია უნიკალური ფილმია ნამდვილად. ის თემა მე მგონი უფრო აქტიურია საერთოდ დღეს ისეთი სიტუაცია რომ ამაზე კაი კინო რა უნდა გადაიღო ასე მგონია საერთოდ რომ ზიხარ და უყურე და მაყურებელისთვის ამაზე კაი სანახავი კინო არ არსებობს მე მგონებ რა ეხლა მე რა მინდა რომ ჩვენ მე ძალიან მადლიერი ვარ კულტურის სამინისტროსი იმიტომ რომ მისი პროექტი არის ეს ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენა ასევე შემოქმედებითი საქართველო აუცილებლად მინდა ვახსენო ასევე მინდა ვახსენო ვინოტელი სხვადასხვა ვინოტელმა ჩვენ გადმოგცა ღვინო რომელთაც გვინდა რომ შენ დაგაჯილდოოთ სახში რომ მიყვალ მე რა მე მხარისხის ქისი უღრმესი მადლობა აი რომ დაждები და ციკას რო შეავსებ რომ გაიხსენო ეს ვისურვებდი რომ აი ვიყო შემსწრე თქვენ რომ როლზე მუშაობ გიჟის როლზე რა კარგი იქნება ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი რეჟისორია. განსაკუთრებულად მიყარხართ. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მინდა უდიდესი წარმატება გისურვოთ, იმიტომ რომ იმსახურებთ განსაკუთრებულად უნიჭიერესი და საუკეთესო ხართ. არა იმიტომ რომ მთელი ბავშვობა თქვენთან გავიზარდეთ და თქვენ შემასწავლეთ და მაზიარეთ დიდ ხელოვნებას. ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერება იქნება თქვენთან მუშაობა. ჩვენ ველოდებით შენ პრემიერას აუცილებლად დაგპატიჟებთ. ოქტომბრის ბოლოს არის. ზუსტად თარიღი არ არის დადგენილი. ოქტომბრის ბოლოს არის პრემიერა და ისპანიის გასაჭირი დავით კოსტაშვილის რეჟისორის დადგმული და მე რა საინტერესო აუცილებლად დავისწრებით. გელოდებით. ნუ ეს ყველაფერს შემკული მსახიობი ნახე, ესე იგი, როგორც თქვით, ესე იგი, პატარა სპექტაკლი. და თან ხო ვიცი რომ არაჩვენად ცეკვავს. გერის პლასტიკა ლელა რომელიც მე ვფიქრობ რომ ნამდვილი ვარსკვლავია. აი რაც შეიძლება ჩემში ვარსკვლავი გამოიწვიოს ის განსდა. მე თვითონ ვარსკვლავებში ვზივარ ასე რომ მაყურებელს კიდევ შევახსენებ რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო თამთა პატაშური შესანიშნავი ახალგაზრდა მსახიობი სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და
წამყვანები კი ვიყავით. წამყვანები კი ვიყავით. ეკა მუხაძე მხატვარი და კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე და აბა კარგად გზარდებოდი. მადლობა. მადლობა თამთამს უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. მიყვარხარ. ახლა გადმოგცემთ ღვინოს. დიდი მადლობა.